Facebook-ზე გამოკითხვის შედეგად ჩვენ და გასაკვირად აღმოჩნდა, რომ უმეტესობას ნაულის ბუშტის შესახებ სურს მეტი ინფორმაციის მიღება. დაპირებისამებრ დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ და ტრადიციისამებრ ბოლოს რეცეპტებსაც შემოგთავაზებ. ნაულის ბუშტი ლათინურად ვესიკაბილარის პატარა, სხლისებრი ფორმის ორგანოა, რომელიც ღვიძლის ქვემო ზედაპირზეა მიკრული და თხელკედლიან პარკს წარმოადგენს, სადაც ნავალი, ღვიძლში გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი სითხე გროვდება. მისი სიგრძე 10-14 სანტიმეტრია, სიგანე 3.4 სანტიმეტრი. ნაულის ბუშტის მთავარი ფუნქცია ნაულის შეკავება და მისი კონცენტრირება, შემდეგ კი საჭიროებისამებრ წვრილ ნაწლავში ნაულის გადატანა, რაც ცხიმების მონელებას უწყობს ხელს. საინტერესოა, რომ ნაულის ბუშტი ყველა ცხოველს არ აქვს, მაგალითად არ აქვთ თაგვისებრ მღრღნელებს, ვეშაპს, სპილოს და სხვებს. ნაულის ბუშტის სითხე კი არის ნავალი, ტუტე რეაქციის მქონე ბლანტი სეკრეტია, მის შემადგენლობაში 97% წყალია, დანარჩენი კი ქოლესტერინს, ნაულის მჟავის მარილებს, ბილირუბინს და ფერმენტებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც საჭმლის მონელებაში მონაწილეობენ და ნაწლავის ლორწოვან გარს ინფექციებისგან იცავენ. ნაულის ბუშტში ნავალი უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე ღვიძლის მიერ პირდაპირ გამომუშავებული სეკრეტი, რაც წყლის უკუშეწოვით არის გამოწვეული. ნაულის ბუშტი შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციურად ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაულის რეზერვუარი და მისი კონცენტრაციის ადგილია, რომელიც შემდეგ ნაწლავში საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობის მისაღებად გადადის. ამ ორგანოს გავრცელებული პრობლემებია ნაულის კენჭები და ანთება, ქოლეცისტიტი, რომლებიც ტკივილს და სხვა სიმპტომებს იწვევენ და ხშირად სამედიცინო მკურნალობას ან ოპერაციას საჭიროებენ. მოკლედ, ნაულის ბუშტი არის ორგანო, სადაც გროვდება და კონცენტრირდება ღვიძლში გამომუშავებული ნავალი, რომელიც კუნთოვანი კედლების შეკუმშვის შედეგად ცვრილ ნაწლავში გადადის, სადაც ის ცხიმების ემულსირებას და მათი შემდგომი შეწოვას უწყობს ხელს. ნაულის ბუშტის გარეშე ორგანიზმს შეიძლება საჭმლის მონელება გაუჭირდეს, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მოხმარების შემთხვევაში. თუმცა ადამიანს ნაულის ბუშტის ამოკვეთის შემდეგაც შეუძლია გარკვეული პერიოდი ნორმალურად ცხოვრება, მაგრამ ამას ხშირად თან ახლავს მონელების პრობლემები და ზოგიერთი საკვების მიმართ შეუწყნარებლობა. ამიტომ ნაულის ბუშტი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ცხიმების ეფექტურად დამუშავების მიზნით ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციური ორგანოა. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, რას აკეთებს ნავალი. ის ხელს უწყობს ცხიმებისა და ცხიმჟავების დაშლას, ანუ ემულგირებას, რაც ნიშნავს, რომ ცხიმები ნაულის მჟავების დახმარებით პატარა წვეთებად იშლება და მათი წყალში გახსნა ხდება. ეს აუცილებელია, რათა პანკრეასის ფერმენტებმა, ლიპაზამ ცხიმების საბოლოო დაშლა შეძლონ და ორგანიზმმა ისინი ეფექტურად აითვისოს. აქტიურებს და აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მოქმედებას, რაც არა მხოლოდ ცხიმების, არამედ ცილებისა და ნახშირწყლების მონელებას და შეწოვას აუმჯობესებს. ახდენს კუჭის მჟავს ნეიტრალიზაციას, რომელიც საკვებთან ერთად 12 გოჯა ნაწლავში გადადის. ეს ნაწლავის ლორწოვან გარსს დაზიანებისგან იცავს და ფერმენტების მუშაობისთვის ოპტიმალურ გარემოს ქმნის. ხელს უწყობს ვიტამინების, მაგალითად ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D, E, K, კალციუმისა და სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვას. აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ნაწლავებს ბაქტერიული ინფექციებისა და პარაზიტებისგან იცავს. ნაულის გამოყოფის მექანიზმი ასეთია, საკვების მიღების შემდეგ ნაულის ბუშტი იკუმშება და ნავალი გადადის 12 გოჯა ნაწლავში, სადაც ის მოქმედებას იწყებს. ნაულის გამოყოფას ასტიმულებს საკვების დანახვა, სუნი და თვითონ საკვების მიღება. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ნაულის ბუშტი მხოლოდ ინახავს ნავალს, მისი სინთეზი მთლიანად ღვიძლში ხდება. ნაულის გამოყოფის დარღვევები ან ბუშტის დაავადებები, მაგალითად კენჭები, მნიშვნელოვნად აუარესებს ცხიმების მონელებას და შეიძლება საჭმლის მონელების სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. ძალიან გავრცელებული დაავადებაა ნაულის ბუშტის ანთება, იგივე ქოლეცისტიტი, რომელიც ძირითადად შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: ძლიერი, შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ხშირად ვრცელდება ზურგზე, მარჯვენა მხარსა და კისერზე. ტკივილი შეიძლება ჩასუმთქვისას ან მოძრაობისას გაძლიერდეს. ტკივილის შეტევა უმეტეს შემთხვევაში ვითარდება ცხიმიანი, ცხარე ან შებოლილი საკვების, ასევე ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ან ფიზიკური და ემოციური სტრესის დროს. ტკივილს ხშირად გულისრევა და პირღებინება ახლავს. მუცელში სიმძიმის შეგრძნება, მწარე გემოპირში, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მომატება. ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ტკივილი შეიძლება პერიოდული, ღრუ შეგრძნების სახით, ხოლო მწვავე ფორმის დროს მკვეთრი და აუტანელი ტკივილით იყოს გამოხატული. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომებია: მარჯვენა ფერდქვეშა არეში მკვეთრი შეტევითი ტკივილი, რომელიც ზურგზე, მხარსა და კისერზე ვრცელდება, გულისრევა და პირღებინება, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ სიმპტომების გამძაფრება, ზოგჯერ პირში ცვის შეგრძნება და მწარე გემო.
გარდამწვავი ან ქრონიკული ქოლეცისტიტისა, რომლის სიმპტომებზეც ახლა ვისაუბრეთ, უყურადღებოდ დატოვებული ნაულის დაავადებების სხვა მნიშვნელოვან სამედიცინო რისკებს შეიცავს. ესენი შეიძლება იყოს სადინრების ბლოკირება და ინფექცია. ნაულის ბუშტში კენჭები შეიძლება სადინრებში მოხვდნენ და მათი ბლოკირება გამოიწვიონ, რაც ნაულის დაგროვებას, ანთებას და ინფექციას, მწვავე ქოლანგით იწვევს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში ბაქტერიები გავრცელდეს და სეფსისი განვითარდეს, რაც სიცოცხლისათვის საშიშია. ნაულის ბუშტის გასკდომა, შესაბამისი მკურნალობის გარეშე გამწვავებულმა ანთებამ შეიძლება ნაულის ბუშტის კედლის გასკდომა გამოიწვიოს, რაც პერიტონიტს, მუცლის ღრუს ანთებას იწვევს და ასეთ შემთხვევაში სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა საჭირო. პანკრეასის ანთება, პანკრეატიტი, ნაულის სადინრების ბლოკირებამ შეიძლება პანკრეასის სადინრების ბლოკირება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ პანკრეასის მწვავე ანთებას იწვევს. ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს. კიბოს განვითარების რისკი, განსაკუთრებით ქრონიკული ანთებითი პროცესისას, ნაულის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია, რათა ზემოხსენებული გართულებები თავიდან იქნას აცილებული. ნაულის ბუშტის ჯანმრთელობისთვის, კენჭების და ნაულის ბუშტის სხვა პრობლემების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი კვება. ესენია ახალი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ბოჭკოვანი და C ვიტამინით მდიდარი, როგორიცაა ფოთლოვანი მწვანილი, მაგალითად ისპანახი, ციტრუსები, კენკრა, ბროკოლი, ციცაკა და პომიდორი. თელი მარცვლეული, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, კინოა და ბოჭკოების მაღალი შემცველობის მარცვლეული ეხმარება საჭმლის მონელებას და ნაულის კენჭების რისკის შემცირება შეუძლია. პარკოსნები, ლობიო ოსპი და ბარდა უზრუნველყოფს როგორც საკვებ ბოჭკოებს, ასევე მცენარეულ ცილას. ჭლეცილის წყაროები, შეარჩიეთ უცხიმო ხორცი, თევზი, განსაკუთრებით თეთრი ჯიშის თევზი და მცენარეული ცილები. უცხიმო რძის პროდუქტებიდან უპირატესობა უცხიმო რძეს, მაწონს და ყველს მიანიჭეთ. რაც უშუალოდ ცხიმებს შეეხება, გადადით ჯანსაღი უჯერი ცხიმების წყაროებზე, როგორიცაა ავოკადოს და ზეითუნის ზეთი, ხოლო ნაჯერი ცხიმები შეზღუდეთ. ასევე ვაშლი, ჭარხალი და მაგნიუმითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები სასარგებლოა ნაულის ბუშტის ჯანმრთელობისთვის. აიკრძალეთ ან შეზღუდეთ ისეთი საკვები, როგორიცაა შემწვარი და ცხიმიანი საკვები, შაქარი, ფასტფუდი და ბევრი ცომეული. ეს ყველაფერი ზრდის ნაულის ბუშტის დაავადების რისკს. მასში ასე რეცეპტების დრო დადგა. ვაშლის, ჭარხლის და ნიახურის წვენი დაგჭირდებათ. 1 პატარა ჭარხალი, 1 პატარა ვაშლი ან ნახევარი დიდი ვაშლი, 1 მუჭა ნიახური, დაახლოებით 1 ჩიქა წყალი ან იმდენი, რამდენიც დასაბლენდერებლად დაგჭირდებათ. გარეცხეთ და დაჭერით ჭარხალი, ვაშლი და ნიახური შესაფერის ნაჭრებად. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. დაამატეთ წყალი სასურველი სისქის მიხედვით. აურიეთ. ყოველ დილით საუზმესთან ერთად მიირთვით. ეს სასმელი ღვიძლიდან და ნაულის ბუშტიდან წვრილ ნაწლავში ნაულის ნაკადს ზრდის, ხელს უწყობს ნაწლავის მუშაობას და ნაულის ბუშტის ჯანმრთელობას. მწვანე ვაშლის გამწმენდი წვენი. შემადგენლობა: 1 მწვანე ვაშლი, გულგამოცლილი, 1 კიტრი, 1 ქერქგაცლილი ლიმონი. ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ და დაუყოვნებლივ მიირთვით. ეს წვენი ტუტე ხასიათის ორგანიზმის გამწმენდი სასმელია. ვაშლის მჟავა ნაულის ქვებს არბილებს, კიტრი ხელს უწყობს დატენიანებას და დეტოქსიკაციას, ლიმონი კი საჭმლის მონელებას და ღვიძლის ფუნქციონირებას ეხმარება. ჭარხლის ორგანიზმის გამწმენდი წვენი. დაგჭირდებათ 1 საშუალო ჭარხალი, 2 სტაფილო, 1 სანტიმეტრი ჯანჯაფილის ფესვი, ნახევარი ჩიქა წყალი. ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, გაამზადეთ პატარა ნაჭრებად დაჭერით და ერთად დააბლენდერეთ. გადაწურეთ წვრილი ბადის საცრის ან ტილოს გამოყენებით. ჩაასხით ჩიქაში და დაუყოვნებლივ მიირთვით. ჭარხალი მხარს უჭერს ღვიძლის მუშაობას და ნაულის ნაკადს, სტაფილო უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტებს, ჯანჯაფილს კი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. კურკუმას და ციტრუსების სასმელი. დაგჭირდება 2 საშუალო სტაფილო, გაწმენდილი და დაჭრილი, 2 პორტოხალი, გაწმენდილი და სეგმენტირებული, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული კურკუმას ფხვნილი. სურვილისამებრ, 1 ჩაის კოვზი ახალი ან დაფქული კოჭა დამატებითი სანელებლისთვის. ციკვი ახლად დაფქული შავი პილპილი, კურკუმას შეწოვის გასაძლიერებლად. სურვილისამებრ,
ნახევარი ჭიქა წყალი ან ქოქოსის წყალი. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ. სურვილისამებრ დაამატეთ ლიმონის წვენი ან თაფლი და მიირთვით. კურკუმა გთავაზობთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ ეფექტებს, სტაფილო და ფორთოხალი ანტიოქსიდანტურ მოქმედებას აძლიერებენ. ბაბუაცვერას ფესვების ჩაი. 2 ჩაის კოვს გამხმარ ბაბუაცვერას ფესვებს 1 ჭიქა, დაახლოებით 200 მl, დუღარე წყალი დაასხით. თავდახურულ ჭურჭელში 10-15 წუთის განმავლობაში დააყენეთ და 2-3 ჯერ დღეში თბილი სახით, სასურველია ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მიიღეთ. ბაბუაცვერას ფესვები თუ თავად არ გაგიხმიათ, მწვანე აფთიაქში შეიძენთ. სხვა რეკომენდებული სასმელები ნაულის ბუშტის ჯანმრთელობისთვის. ესენია ჩაები და მცენარეული სასმელები, რომლებიც ნაულის დინების ხელშეწყობით, ანთების შემცირებით ან ნაულის კენჭებისა და ნაულის ბუშტის დაავადების რისკის პოტენციურად შემცირებით ნაულის ბუშტის ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ასეთებიდან ერთ-ერთია პიტნის ჩაი. პიტნას აქვს სპაზმოლიზური თვისებები, რის შედეგადაც მას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვი კუნთების განტვირთვა შეუძლია, რაც დისკომფორტის შემსუბუქებას და ნაულის ნაკადის გაუმჯობესებას ეხმარება. გვირილის ჩაი. გვირილა გთავაზობთ ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ ეფექტებს, რაც ნაულის ბუშტის გამოყოფასთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების შემცირებას იწვევს. ჯანჯაფილის ჩაი. ჯანჯაფილი აღიარებულია ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სარგებლით. ჯანჯაფილის ჩაის შეუძლია ნაულის ნაკადის სტიმულირება და შეიძლება ნაულის ბუშტის პრობლემებთან დაკავშირებული გულისრევის დროს დაგეხმაროთ. კურკუმას ჩაი. კურკუმა შეიცავს კურკუმის, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთს, რომელსაც ნაულის ბუშტის მუშაობის მხარდაჭერა და ანთების შემცირება შეუძლია. მწვანე ჩაი. ის მდიდარია კატეხინებით და ანტიოქსიდანტებით და მის რეგულარულ მოხმარებას ნაულის ქვების და ნაულის ბუშტის კიბოს შემცირებულ რისკს უკავშირებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაისმა ნაულის ბუშტისა და ნაულის სადინარის კიბოს, ასევე ნაულის კენჭების შემცირებულ რისკთან ასოცირდება, განსაკუთრებით ქალებში. დამცავი ეფექტი სავარაუდოდ ჩაის პოლიფენოლების ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით არის განპირობებული.